ექსპო, როგორც შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცით, არის ჩვენი რეგიონული ოფისის, სტამბოლის ოფისის ინიციატივა და პარალელურად შემოდგომის განმავლობაში იმართება 10-ზე მეტ ქვეყანაში. მიზანი იყო ის, რომ მეწარმე ქალებს სხვადასხვა ქვეყანაში ხელმისაწვდომობა ქონოდათ ადგილობრივ ბაზრებზე. პირველ რიგში მოეხდინათ პროდუქტის რეალიზება, მომხმარებელს გაეცნო მათი პროდუქტი და ამასთან მეწარმე ქალებს გამოემუშავებინათ უნარები მომხმარებელთან ურთიერთობის ამ ბაზრებში მონაწილეობის და ასე შემდეგ. ასევე მიზანი იყო, რა თქმა უნდა, მათი ქსელების, სანაცნობო ქსელების, ბიზნეს ქსელების გაფართოება, იმიტომ რომ მსგავსი ექსპოები ძალიან უწყობს ხელს მეწარმე ქალების დაკავშირებას დიდ ბიზნესებთან. მეორე მხრივ, ბიზნესებისთვისაც დიდ კომპანიებს გულისხმობ, არის ძალიან კარგი საშუალება, რომ აღმოაჩინონ ადგილობრივი ქართული, ვიტყოდი მართლაც უნიკალური პროდუქტი და თქვა დაიწყონ რაღაც ძალიან კარგი პარტნიორობა. როგორც თქვენც აღნიშნეთ, უკვე მეოთხე წელია მსგავსი ექსპო იმართება საქართველოში და რაც ვახსენეთ, პრინციპში ყველა ამ მიზანს ძალიან კარგად ემსახურება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე დაინტერესება მეწარმე ქალების მხრიდან ძალიან იზრდება ექსპოს მსადმი, ამიტომაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალური რაოდენობა შევთავაზოთ ეს მხარდაჭერა, რასაც ინფრასტრუქტურა იძლევა. ასევე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი, ვთქვათ, ინვესტორი იქნება, კერძო კომპანია, განვითარების პარტნიორი თუ სხვადასხვა ქსელის წარმომადგენელი მოვიწვიოთ, რომ ამ ქალებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ, რომ დაამყარონ ბიზნეს კავშირები. და ერთ-ერთი პარტნიორი ჩვენთან სტუმრად არის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის წარმომადგენელი. რა იყო EBRD-ისთვის მთავარი ინტერესი მსგავსი ექსპოს მხარდაჭერის და ზოგადად ქალი მეწარმეების მხარდაჭერის? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის. ჩვენი ინტერესი, ჩვენი ყველა ქმედება EBRD-ის დაფუძნებული არის შიდა კვლევებზე, ინფორმაციის მოძიებაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც გამოიკვეთა ჩვენი შიდა კვლევებით, იყო საქართველოში აღმოსავლეთ დღემდე არსებობს რაღაც ჯგუფები, ვისაც ესე ვთქვათ მხარდაჭერა და განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება და ეს ჯგუფები არის მაგალითად ახალგაზრდები, ქალები და შესაბამისად ჩვენ დაახლოებით 10 წლის წინ 2014 წელს დავიწყეთ ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე მრავალ ქალ მეწარმეს დაეხმარა განევითარებინათ თავიანთი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით და არა მხოლოდ ბიზნესი, ასევე მათ შეძლეს განევითარებინათ უნარჩვევები, რომელიც ესე ვთქვათ მეწარმეობისთვის გამოადგებოდათ და იქნებოდა ესე ვთქვათ ხელშემწყობი მათი საქმიანობისთვის, ასევე სხვა მიმართულებების გამოიკვეთა, როგორც არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან. რაც შეეხება ამ ღონისძიებას, როგორც კეთი მახსენა, უკვე მეოთხე წელია ტარდება საქართველოში, წლიდან წლამდე იზრდება ინტერესი და ერთ-ერთი რაც გვახარებს ის არის, რომ ყველა ღონისძიებაზე ვხედავთ ახალ სახეებს, ახალ მეწარმეებს, რომლებიც ეს ინტენსიურად არიან ჩართული ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში. თქვენ ახსენეთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით. კონკრეტულად როგორ ეხმარებით, რაში ეხმარებით ამ ქალებს? აძლევთ გარკვეულ რჩევებს, ტრენინგებს, როგორ გაყიდონ ეს პროდუქცია, აკავშირებთ ბიზნესებთან, რაში გამოიხატება ეს დახმარება? მოკლედ იქიდან მინდა დავიწყო, რომ ეს ჩვენი საქმიანობა დიდად არის დამოკიდებული დონორ ორგანიზაციებზე და ჩვენი ძირითადი დონორები ამ მხარდაჭერის არის შვედეთის მთავრობა და ევროკავშირი. ბოლო რამოდენიმე წელია ერთადერთი დონორი ამ მიმართულებით გვაქვს ევროკავშირი, რომელიც ძალიან გვეხმარება ამ საქმიანობის განხორციელებაში. და ჩვენი დახმარება რაში მდგომარეობს? ჩვენი პროგრამა რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთი მთავარი კომპონენტი ეს არის საკონსტიტუციო მომსახურების თანადაფინანსება და დაახლოებით 150-ზე მეტმა კომპანიამ გამოიყენა ეს მიმართულება და მოვახდინეთ ამ კომპონენტის განხორციელება. ასევე ჩვენი პროგრამა შედგება სხვა კომპონენტებისგან, როგორც არის მენტორინგის პროგრამა, როგორც არის კოუჩინგის პროგრამა და არის გადამზადების, უნარჩვევების
ხარდამჭერი მიმართულება, სადაც ვატარებ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მეწარმე ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ანუ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე რა მიმართულებაშიც არის საჭიროება გადამზადების იმ მიმართულებით ვატარებთ ხოლმე ტრენინგებს. დიდი მადლობა ქეთისთან დავბრუნდები კვლავ კითხვით. ქეთი, ვინ არიან ეს ადამიანები? ვინ არიან ეს ქალები, ვინც ექსპოზე იღებენ მონაწილეობას? რას აწარმოებენ? რა ასაკის ადამიანები არიან, რა ინტერესები აქვთ, რომელი რეგიონებიდან არიან? უფრო ახლოს რომ გაგვაცნოთ. კი ბატონო, ეს ადამიანები არიან მეწარმე ქალები, შეიძლება ითქვას მთელი საქართველოდან. არ არის რაღაც შეზღუდული, რომ რა თქმა უნდა მონაწილეობა რომელიმე რეგიონი და მართლაც დაინტერესება მოდის ყველა რეგიონიდან, მათ შორის თბილისიდანაც. ასევე ასაკს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ყველა ასაკის მონაწილეები ყავს, როგორც ახალგაზრდები, ასევე ასაკიანი ქალებიც და ვთქვათ არ შევზღუდავდი ნამდვილად რომელიმე ასაკობრივ კატეგორიას, იმიტომ რომ ვთქვათ ძალიან თვალსაჩინოა, რომ ქალები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადაწყვეტენ ხოლმე, რომ ჩაერთონ ფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და იქონიონ დამოუკიდებელი შემოსავალი. და ეს არ არის გვიან არასდროს. ნამდვილად არ არის გვიან არასდროს, იმიტომ რომ აი 13 და 14 სექტემბერს თუ ჩვენ მაყურებელი გვესტუმრება ექსპო ჯორჯიაში ნახავს, რომ იქ ნამდვილად ყველა ასაკის ქალი არის წარმოდგენილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანიც არის სწორედ ის, რომ ქალები სხვადასხვა სექტორებიდან, სხვადასხვა თქვათ გამოცდილების მქონე ქალები მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ სფეროში. ეს ქალები, ეს მეწარმეები არ წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, დიდ ბიზნესებს, ექსპოში მონაწილეობას იღებენ ძირითადად ინდივიდუალური მეწარმეები, მიკრო ან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და შეიძლება ფორმით შეპესეს ფორმა წარმოადგენდეს ბიზნესი, თუმცა ძირითადად ეს არის მცირე ბიზნესი. და მიზანიც არის სწორედ ის, რომ ასეთ ბიზნესებს დავეხმაროთ განვითარებაში, იმიტომ რომ ირაკლი კვლევებიც აღნიშნა და ეს კვლევები გვეუბნებიან ზუსტად, რომ მეწარმე ქალებს აქვთ გარკვეული საჭიროებები და ისინი თქვათ იგივე მეწარმე კაცებს ჩამორჩებიან გარკვეულ კომპონენტებში განვითარების კუთხით. რას აწარმოებენ? შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს, ყველანაირი საინტერესო პროდუქტი შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენს ექსპოზე. ძალიან ყურადღებით ვარჩევთ, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტებს და ვცდილობთ, რომ იყოს საინტერესო, რაღაცით გამორჩეული, მაქსიმალურად ხარისხიანი და სხვათა შორის ძალიან დიდი კონკურენცია არის საბედნიეროდ ამ მიმართულებითაც. პროდუქტის სახეობას რაც შეეხება, ეს არის ღვინო, საკვები პროდუქტები, საკონდიტრო პროდუქტები, მათ შორის ტანსაცმელი, აქსესუარები, მათ შორის დეკორი, ასევე საბავშვო ავეჯი, თქვათ სამკაულები და ასე შემდეგ. ან ძალიან ბევრი, თქვათ, სასაჩუქრე იდეებიც შეიძლება მოუვიდეთ ადამიანებს და თქვათ, თავისთვისაც ძალიან მრავალფეროვანი პროდუქტის, მათ შორის თქვათ, არ მიხსენებია რძის ნაწარმი, თქვათ, ყველი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ექსპოზე, თქვათ, მსგავსი ნაწარმიც იქნება წარმოდგენილი. ქეთი, დიდი ბიზნესების მხრიდან თუ ყოფილა დაინტერესება, თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მიზანი ეს იყო ამ 4 წლის განმავლობაში და თუ ყოფილა კოლაბორაცია მეწარმე ქალებთან. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, ჩვენ დიდი ბიზნესები ჩვენი პარტნიორებიც არიან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებით არის, რომ ამ მეწარმე ქალებს შეუძლიათ ექსპოში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ. ასევე ჩვენ EBRD აღინიშნა, რომ ყოველ წელს არის ჩვენთან ერთად. ჩვენ გვყავს ასევე სხვა განვითარების პარტნიორებიც და პარტნიორად გვყავს ასევე სხვა დიდი კომპანიებიც და ეს კერძო კომპანიები წელსაც ჩვენთან ერთად არიან და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ორგანიზაცია აცნობიერებს მეწარმე ქალების მხარდაჭერის საჭიროებას. დიდი ბიზნესები აქტიურად არიან ჩართულები, გარდა იმისა, რომ თქვათ, ვიცით, რომ სპეციალურად გამიზნულად მოდიან ექსპოზე, რომ თქვათ, გაიცნონ ადგილობრივი მეწარმეები, ასევე გვახსოვს არაერთი კოლაბორაცია, როდესაც თქვათ, სწორედ ექსპოდან დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, მეწარმე ქალმა მიიღო ძალიან დიდი შეკვეთა დიდი ბიზნესისგან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბიზნესიც და ეს B2B კომპონენტიც ამ ექსპოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვთქვათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი, როგორც უშუალოდ ინდივიდუალურ მომხმარებელთან ურთიერთობა. და ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის არაერთხელ დამისვამს ეს კითხვა, ამიტომ ახლა თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების გაძლიერება? რას ნიშნავს ძლიერი ქალი? რასთან არის ეს დაკავშირებული? აი ამდენი წელია თქვენც ესე ეხმარებით ხო პროექტი? პირველ რიგში საინტერესო შეკითხვისთვის მადლობა. იქიდან დავიწყებდი, რომ ძლიერი ეკონომიკა
და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერი ბიზნესის ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ქალი მეწარმეები. ჩვენი გამოცდილებიდან ისიც ჩანს, რომ პატარა მეწარმეებზე ისაუბრა კეთი, მე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ ჩვენ საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს უჭერთ მხარს, სადაც ქალები წარმოადგენლები არიან, ისეთ არატრადიციულ ქალისთვის ბიზნესებში, როგორიც არის გზების მშენებლობა, გვირაბების მშენებლობა, მაგალითად ლოჯისტიკური კომპანიები, რაც ძალიან საამაყოა და ისეთი კარგი და საინტერესო ბიზნესების მფლობელები და მმართველები არიან. და ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არ მიხსენებია, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის, ესე ვთქვათ, გამოწვევა ქალებისთვის და ამისთვისაც ჩვენ რაღაც ღონისძიებებს ვაკეთებთ, როგორიც არის მაგალითად ამჟამად TBC ბანკთან და პროგრესიტ ბანკთან ჯამში 25 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი არსებობს ქალი მეწარმეებისთვის. ანუ ყველანაირად ყველა მხრიდან ვცდილობთ ის პრობლემები, რაც აღმოვაჩინეთ, ესე ვთქვათ, კვლევის შედეგად და რა საჭიროებები არის, ამ საჭიროებების მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, რომ უფრო გავაძლიეროთ მეწარმეობა და ქალთა მეწარმეობა საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკის ყველა ქვეყანაში.